მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტირებული მეორე სართულის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციისათვის 390,000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც განახლდა დერეფანი და საკლასო ოთახები. შესრულებული სამუშაოების ხარისხს მეტყველებს აქ ყველაფერი, კარგად გაკეთდა და დიდი მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ აი ესე ლამაზი საჩუქარი მიუძღვნა ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას. ეს საქართველოს მასშტაბით 400-მდე სკოლა იქნა რეაბილიტირებული. 10 სკოლა დასრულდა უკვე მშენებლობა, 11 სკოლის მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. სააგენტო აგრძელებს პროექტების მომზადებას. დღეისთვის 20 პროექტი უკვე გამზადებულია. წლის ბოლოს 7 პროექტზე ტენდერი გამოცხადდება. წლების მანძილზე მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაურემონტებელ შენობაში უწევდათ ყოფნა. ახლა კი ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი კომფორტულ გარემოში წარიმართოს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები დირექტორის რანგში აქ გავატარე. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა განვლილი წლებისთვის აქაურ პედაგოგ მასწავლებლებს. დღევანდელი დღით ძალიან გახარებული ვარ, მიხარია, რომ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის, სახელმწიფოებრივი ისტორიული მნიშვნელობის სკოლას დღეს გაცოცხლდა, გალამაზრდა და ამისთვის ყველა პიროვნებას მადლობა, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. მეორე საჯარო სკოლის ეზოში ღია ტიპის სპორტული მოედანი გაიხსნა, რომელიც თვითმმართველობის მიერ დაფინანსდა. სკოლისა და უბნის მომართვის საფუძველზე იმისათვის, რომ გარე სპორტული მოედანი ქონოდა სკოლას, ამისათვის ქალაქის მერიიდან გამოყოფილი იქნა თანხა და შესაბამისად მოეწყო ძალიან კარგი გარე მოედანი, სადაც როგორც მოსწავლეებს აქვს საშუალება, ასევე არასასწავლო პერიოდში ესე იგი აქ მაცხოვრებელ ადამიანებს აქვს საშუალება, რომ დაკავდნენ სპორტით. ეს შეთანხმებული არის სკოლასთან. დღესვე სკოლის აღსაზრდელებმა ყვავილებით შეამგეს იოსებ ოცხელის ბიუსტი.